პიკვესელაძე იყო თვალსწრაფი კარგად ითამაშა ძალიან გოგინავა კარგი წამებია გამორჩეულია. სწრაფი ფაზა აფრასიძე ათამაშებს კვლავ მორგინალებს აფციაურის დაარტყმა გადაკვეთა მან მეტოქის უპირატესობის ხაზი საღინაძე ცუდ პოზიციაში მოუწია ბურთის მიღება გაჩერებულს მაგრამ მაინც ახერხებს ისიც და აქ ისე გოგინავა კარგად მიაქვს ბურთი არ იმიყოლა გელა აფრასიძე და ლელო იქნება ნუ ეს ბიჭი გოგინავა ძალიან კარგია ბურთით ხელში ვიც უყურებს პროდეურის თამაშებს რა ვიცი წლებია იქ ნუ წლებია უკვე ის სტაბილურად სიმბოლურებში ხშირად ხდება წლის რა ვიცი ტურების სიმბოლურებში და განსაკუთრებით ეს მისი ძლიერი მხარე არის ბურთით ხელში თამაში აქტიურია ყოველთვის იქაც კი აი სულ წამღებია კოკერილის პირველი გამოძახებაც როდესაც იყო მაშინაც თავი დაგვამახსოვრა ზუსტად გაჭრილი ხაზით გაჭრილ ხაზზე კიდევ კარგი ქმედებით არის უმეტეს შემთხვევაში გოგინავა კი კარგად მიყვა გელა აფრასიძე და გელას ლელო ნაკრებში ამასობაში ნაკლებობაში მოახერხეთ წინ გასვლა თუმცა მოდიან პირველ ხაზელები წინ და ეგრევე კარკაძე ვერ გაეცალა და ამოვიდნენ ნიდერლანდელები ჭრაზე არის ყოლა 2-1-ზე ამოაგდო ჩამოვასწარით მაგრამ მაინც გრძელდება წნეხი წინვალე პასი უმალო ეგაგვცა ნიდერლანდების ნაკრებმა პასუხი ჩვენს ლელოზე და მეპანკე არანაკლები სილამაზის ლელო გაიტანეს ძალიან მაღალი ლელო დაიტანა მაგარი რა სისტრაფეზე გაათამაშეს ბურთი დაიწყო ყველაფერი მეში აი სივრცე სადაც ნიდერლანდებმა შემოგვიტია კი ცხანომის თამაში გამოყოთ არ ახდენ ნიდერლანდელები ჩვენ შევკარით მოლი და მე მგონი წინაც მივდივართ კი და ძლიერი ბიძგი ლელო აქ გარდაუვალი იყო როგორც სერგომ თქვა ლუკა ივანიშვილი ხდება ლელოს ავტორი გვახსოვს ამაზე ბევრად დიდ თამაშიც მის მიერ გატანილი ლელო კი თუნდაც სოფლიოზე მაგათად ავსტრალიასთან კი კუთხეში კი აქ საშუალოში თუ ის დარტყმა ელოდება ლუკა მატკავას თუმცა მნიშვნელოვანი თუ გაიტანა გავწდებით ერთ ლელოიანს ვარს ხობა ჭუმბაძესთან შედარებით ადაპტაცია და თავის დამკვიდრება ივანიშვილს კიდევ უფრო გაუჭირდა. ხო ზოგადად რა თქმა უნდა აქ ზუსტია მატკავა 14-5 რა თქმა უნდა მაინც ქართველის ესეც კიდევ ერთი დაუდევრობა ფეხით გამოდიან მასპინძლები კარგად თამაშობს პაპუნაშვილი გაჭრა ლამაზი მოძრაობები გადაცემაც გაკეთდა აფრასიძე შევიდა კონტაქტში სწრაფი რაკი გვინდა ახლა მატკავა არის 9 ნომრად მისული გოგინავა გააკეთა კარგი პასი ისევ ლაგვილავა უკეთ უნდა წაიღოს ამჯერად იმედია და ჯარიმა რა თქმა უნდა აქ ვერ გაეცალნენ ნიდერლანდელები მორკინალები ჩვენ უნდა ვითამაშოთ რა თქმა უნდა ამ ჯარიმით და ისევ გოგინავა რომელიც საუკეთესოა ნახდათ ძალიან მაგრად თამაშობს შეცურება წინვალე შეცურება და ლელო ვინ იყო ეს მანუკა მატკავა თუ შეცურა პაპუნაშვილმა თუ ვინ არის მე მგონი თვითონ შეიქმნა ეს მომენტი და შეყვა არ ვიცი დავაკვირდეთ ვინ იყო კვესელაძე ხო არ იყო ნახ აი გაჭრა უბრალოდ თუ შეიცურა ხო რა მათ დამტყველებს უფრო სწორად ზუსტები რო ვიყოთ 5-21 მე ჩვენი მესამე ლო და უკვე სოლიდური მუშაობს ასრულებს ბაბუნაშვილი დერეფანში ძალიან კარგია და აპუნაშვილიც ხო რაღაც ისეთ თული ბურთები აიღო კარგი უნარები გვაჩვენა მატკავას თაზე არის შველიძე შეუძლია ის საფათოა კარგია უამაზესი გადაცემა მატკავამ დააგვირგვინა ბრწყინვალე ლელო თავისი დაწყებული თვითონვე დაასრულა მეტოქის ლელოს მოედანში. კი აი შველიძეს ეს აქვს შეტევაში ძალიან კარგია. აკაზე ჯობდნენ, მაგრამ ამ სიმსუბუქეში გამოირჩევიან. აი დააკვირდით დასარტყმელად რომ ფეხბურთელი მეორეს თანაგუნდელს ბურთს უტოვებს დაახლოებით იგივე შეგრძნება დატოვა. იმის დამტკიცება რომ ის იყო ერთი ცუდი დღე და არა ჩვენი სათამაშო სტილი ასე ვთქვათ. ხო ქართველი ჰოლანდიელები წინ ვერ მიაქვს ბურთი. აი ხა ცადეს, მაგრამ გავაჩერე. მორიგი დომინანტი ბოჭვა. მიეყუდა უბრალოდ შეცვლაზე შემოსული ბურჯი. აქ საინტერესო გადაწყობა, ფთაზე პასი.
გაცუდა ერთი ბოჭვა, მეორე ბოჭვა და ისევ ხაზით ახერხებს ნიდერლანდების ნაკრები ჩვენ ლელოს მოედანში შეღწევას. ამჯერად არა, პაპუნაშვილი იყო, მეტრეველი, ორი კაცი გააცურეს ნიდერლანდებმა. კარგი თამაში, შევაქოთა თქმა უნდა. ასევე დებიუტანტი მამუკა სტოიანიც ჩანდა. ინვალე წამღები გაშლ თამაში გადაეწყო მატკავა, აიყვანა ტაბუცაძე აქვს სივრცე, გაცდა მეტოქეს გარბის, უნდა გადაკიდოს, ცოტა ადრე მოვიდა, თუმცა აფრასიძე დუბლი. კარგი გადაკიდება, ხო ცოტა ადრე იყო თითქოს, მაგრამ აღხტა ბურთი კარგად და გელაფრასიძის დუბლი. შეცვალეს ან მეტრეველი, ასე გამოდის, აქ აიცილა კარგად ბოჭვა ტაბუცაძემ, გადაკიდა და შემდეგ გელაფრასიძე თვითონ შეძლო სხვათა შორის დადება, მაგრამ გელამ დაასწრო. ვისურვებდით ალბათ მეც და სერგოც რომ ჩვენ არ მიგვეღო ლელოები და კიდევ უფრო დამეჯერებელი ყოფილიყო ანგარიში, მაგრამ მეტრი მორკინალები ჭუმბაძე ახოსარი კარგი იყო. შეგვიდა მაგრამ და სტოიანი კი ბატონო სადებიუტო შეხვედრაში სადებიუტო ლელო იმ ასაკში საიდანაც პირველი ხაზი უმატებს. პირველი ხაზი ჭალებში რაიმ წლებში ადის. ეს ის თაობა ამ სტოიანის და ჭუმბაძის ისევე როგორც ლუკა მატკავასი, რომელსაც სამწუხაროდ ჩაუვარდა 20 წლამდე. მით უმეტეს ბევრად ხა ესპანეთისგან ბევრად ბეწიან რეგულას ველოდებით. კი, ესპანეთი იქნება ალბათ ერთადერთი რეალური საზომი. მადრიდში ფინალი თუ გავიდა ესპანეთი ფინალში, უკვე აქ რა ხდება, მივაწექით. კონტროლი არის. მოგდება ლობჟანიძე, თავად გადაწყვიტა, შეტევა გადაცემა არ გააკეთა. იაშაღაშვილი შეძურა ვერ დაამიწა მოკლეა. სტოიანი უკვე საპირისპირო მხარეს დაათხა და ამიწა. არა, ჭუმბაძეა? კი. აუ, ბაჩუკი ჭუმბაძის ლელო, მოგეთ დებიუტი არ იყო ბაჩუკისი, მაგრამ ახალი სახეა მაინც და ისიც შევაქოთ ორჯერ ძალიან კარგი დარტყმა გააკეთეს, მეორე უკვე ლელოთი დაასრულა, ბაჩუკი ჭუმბაძე. პირველი ლელო საქართველოს ნაკრებში ძალიან საინტერესო მორაგბე. როგორც ეძახიან, აი ექსეტერში გულშემატკივრებში საყვარელი მორაგბე გახდა და მომღიმარი ასასინი მომღიმარი ბლელი, ასე ვთქვათ. თუმშიც იყო ცოტა ხანი და წავიდა ექსეტერში და ეგრევე დავკვიდო და ასე ვთქვათ პირველ ორ კაცში და სტაბილურად თამაშობს პრემიერშიპში, ასე ვთქვათ და უკვე ბოლო თამაში ზარეში და ნუ ყველა ბურთი შეყოვნებით აუთ ცუდ პასებს უშვებენ, რა თქმა უნდა, ხა ძნელი ასე წინ წახვიდე, თუ პასი ვერ გაუშვი, თუ ვერ დაეჯახე და მოპარა ივანიშვილმა და წავიდა კონჩეტევა, არის მიყოლაზე. კარგად ჩაერთო მაღალ სისწრაფეზე გარეთ ყავს მეტრეველი, გაუკეთა გადაცემა მეტრეველს ეყოფა სისწრაფე ძალიან კარგია ის დამაგვირგვინებელ ფაზაში, მეორე შეხვედრა, მეორე ლელო. ოთარ მეტრეველი კი ძალიან კარგად ეგრევე შინაურულად ნაკრებში მეორე თუმცა რა თქმა უნდა აქ ჯერ ივანიშვილის დამსახურება იყო რომ მოპარა, შემდეგ თედო მაიყვანა და მეტრეველმა გააკეთა ისაც თამლა გააკეთოს. კი, ძალიან ჭკვიანურად ჩაერთო თედო მიგრძნო და იცის ასეთ მომენტებში აქვს ამისი ალღო. განმეორებით კონტრშეტევაზე დაჭერილი ნიდერლანდები. აბჟანდაძე იცოდა ზუსტად რასაც აკეთებდა, ბოლო დამცველი აიყვანა და მეტრეველმაც აუკინძოთ. აქ რა ხდება, სულად თამაშობთ, მაგრამ დაგვრჩა ბურთი. წავიდა ტაბუცაძე, გააკეთა დარტყმა. წინ თამაშის უპირატესობა, ეს არაფერს აღარ ნიშნავს, იმიტომ რომ დრო გასულია. ჭუმბაძე კიდევ ერთხელ კარგია, გადმოეწყო ხაზი. თედო ტაბუცაძე თვითონ utevs. ორი ერთზე გქონდა მომენტი შეგვეძლო. დვალი კარგი დარტყმა გაასფეხზე. გავიდა კიდევ ერთხელ ხაზზე. თედო აბჟანდაძე პასი მეტრეველზე, მეტრეველი დასვა გააცურა ერთი კარგი ოფლოუდი რა, ოფლოუდი გააკეთა. წავიდა მატკავა. კონტაქტი უკა მატკავასგან შენელდა რაკში ბურთი იაშაღაშვილი. გაიტანა ხაზზე. აბჟანდაძემ რა კარგად ათამაშა გუნდი შველიძე, შეინავარდა და ამიწა მე-9 ლელო 59-ით 12 შველიძის ლელოს ნახეთ დღევანდელ შეხვედრაში. კი, იქ აღნიშნოთ კიდევ ერთხელ მეტრეველის ბრწყინვალე ოფლოუდი რთული პოზიციიდან, შემდეგ იაშაღაშვილმა კარგად გააშალა და შველიძის ლელო
ხო, თუ გავიტანით გარდასახვა 60 გოლს სიმბოლურად ესე ვთქვათ, გადავწდებით. ხო, ცვალელო დამაჯერებლად დავამარცხეთ. რა თქმა უნდა, ხეს თამაში უკეთესი იყო ბევრად ვიდრე შვეიცარია, მაგრამ გავიმეორებ, ეს ძალიან შორია ტიერ 1 რანგისგან. გამოჩნდა კიდევ ის მომენტებიც, სადაც სამუშაო გვაქვს კიდევ უფრო მეტი, ალბათ პირველ რიგში თამაშის კონტროლი არის ეს. ბურთთან მოფრთხილება და მოთმინება უკვე დამაგვირგვინებელ ფაზაში. ხო, 8-დან 7 გარდასახვა აქვს მარტკავას, ეხლა ნახოთ, კარგი შანსი აქვს, მაღალი პროცენტი გაიტანა, 61, 9-დან 8 გარდასახვა, მაღალი პროცენტი თქვა ძალიან უკან. 2 ლოც გაიტანა, ანუ რამდენი ქულა გამოდის 9-დან 8, 16, 26 ქულა, კარგი მაჩვენებელი, ძალიან მაღალი მაჩვენებელი. შველიძის ლელო. ჩვენ კი გეტყვით, რომ სულ მალე დაახლოებით 1 საათში 19 საათსა და 10 წუთზე დაიწყება უელსისა და საფრანგეთის დაპირისპირება 6 ერის მეორე ტურის ბოლო დასკვნითი შეხვედრა. ამ მომენტისთვის შოტლანდია არის პირველ ადგილზე 6 ქულით, 5 ქულით ინგლისი მეორე ადგილზე, დარჩენილი აქვს საფრანგეთს და უელსს. საფრანგეთი მესამე პოზიციაზეა, თუმცა ცხადია